რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის თვითონ არ იციან რა ქნან. ვერც აქციებს აწყობენ, აქციებზე ვერც კი გამოდიან სცენაზე 2000 კაცი შეიგრება რამდენიმე დღის წინ რადიკალური ოპოზიციის მიერ და იქაც კი ვერ გაბედეს რეალურად სცენაზე ასვლა. ხო, ну ასეთია რეალურად მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციაში. კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რაც ვერჯერ მithქვამს, ეს არის ძალიან კარგი იმისათვის, რომ საბოლოოდ გაიწმინდოს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. საბოლოო ჯამში თუ არ ჩამოშორდა ეს ხალხი, აბსოლუტურად რეპუტაცია გაცვეთილი ხალხი ქართულ პოლიტიკას ჩვენთან სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება. ამიტომ სწორი მიმართულებით ვითარდება პროცესები, ჩვენი დაპირება იყო, პირადად ჩემი დაპირებაც ის რომ ჩვენ გავანეიტრალებდით ამ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს ქართულ პოლიტიკაში და რა თქმა უნდა ეს დაპირება უნდა შესრულდეს და ეს დაპირება თავისთავად არის პრინციპული მნიშვნელობის იმისათვის რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა.